სალამი მეგობრებო, გათენდა მეორე დღე მაკედონიაში. გავუყვეთ ცოტა ხნის წინ. ეხლა ვსვამთ ყავას. გავამზადებით. და ალბათ სადღაც 9 საათში 40 წუთში გავალთ. გვინდა რომ მოვინახულოთ დედა ტერეზას სახლ-მუზეუმი და არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც გარედან გუშინას ვნახეთ. და ძალიან ლამაზი და ესეთი მასშტაბური შენობაა და იმედია შიგნიდანაც ძალიან შთამბეჭდავი იქნება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გადავხებთ. ეს არის თემა. სეხრა საყვარელი ხარ. გავამზადეთ, გამოვედით, ახლა მივიდივართ დედა ტერეზას სახლ-მუზეუმში. დავათვალიერებთ, გადავიღებთ ცალკე ვიდეოს და აქაც ვლოგისთვის ჩამოსვავ კადრებს. პირველ სართულზე ვცხოვრობთ, ამიტომ ფეხით ჩამოვდივართ ბარემ. ესეთი ცარიელია ქუჩები. მოძრაობა ესეთი არის. ეხლა ჩვენ ცენტრალურ უბანში ვართ თან. უცნაურია საქართველოსთან ჩამოსული ადამიანისთვის ესეთი ქუჩების ნახვა, იმიტომ რომ ჩვენთან გარეუბნებშიც კი სუსაცობია და გადატვირთულია ქუჩები. სამწუხაროდ. ესე იგი, რაც დავდივართ ესე ქვეყნებში, ხო ფეხით დავდივართ ერთადად და 10,000-ზე ნაკლები არასდროს არ გვაქვს რა ყოველ დღე და გუშინ მქონდა, მე მგონი ყველაზე მეტი 17,000 ნაბიჯი გქონდა და დღეს დილიდან გამოვედით, დავნახოთ, აბა მოუხსნით თუ არა ამ რეკორდს. კი ვიყლებით, მაგრამ თან მიხარია რომ ვერ დავდივართ. ესეთი ძალიან ბევრი ქანდაკებებია. უბრალოდ სამწუხაროდ ვერ ვიგებთ ვინ არის, იმიტომ რომ თავიანთ ენაზე უწერიათ ჯერ პირველი ეს და მეორე მაგალითად ცენტრალურ ქუჩაზე ვიდეოშიც გამოჩნდა გუშინდელ ვიდეოში მაკედონელი ვინც მეგონა სულ სხვა პიროვნება აღმოჩნდა. ანუ ესე პიროვნება არ არის. უბრალოდ მებრძოლი ადამიანი ცხენზე ესე ქვია მე მგონი. და არა და მე დარწმუნებული, თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ალექსანდრე მაკედონელი იყო. ამიტომ ცოტა გაურკვევლობა არის ხოლმე მაგ მხრივ. მაგრამ ლამაზია. წამოვიდეთ. მიცვალებული სასახლეები რო არის ხოლმე ფილმებში, რაღაც ისეთი დარბაზები რო სარეწვალო დარბაზები, რაღაცა მასეთ განწყობას ქმნის აქაურობა. და არა მარტო მე ყოლა დამეთანხმდა, ესე იგი ძალიანაც არ ვწდები. მეორე სართული არის, ესეთი სივრცე არის, რაღაც არ ვიცი რისთვის. რისთვის შეიძლება ყოფილიყო? რისთვისა?
როცა დღესასწაულები იყო აქ წირო ლოცვას აღავლენენ და სიწმინდეები გამოვიდა ტერეზას. ხო, აი თემოგოვნება რომ ნივთები ის რომელსაც იყენებდა და სხვა საგნები. ცოტა რაღაცნაირი ის არის რა სივრცე არ ვიცი. დავამატოთ დედა ტერეზას ნეტარის სტატუსიც ჰქონდა და რომის პაპებმა წმინდანათად შერაცხეს ის. ისეთი გარემო ორსართულიანი, ისეთი ბევრი არაფერია, პირადი ნივთია რამდენიმე და ცნობილ ადამიანებთან გადაღებული ფოტოები. და ნობელის პრემიით რო დააჯილდოვეს, ეგეც არის დაბლა აღნიშნული. შემოვიდით კაფეში ახლა. ფრედო ესპრესო აიღეს ამათ, მე სმუზი ავიღე. მაგრამ გავსინჯავ თემოს ყავასაც. კარგი გარემოა, ძალიან ბევრი ხალხია, რაც იმაზე მეტყოლებს სავარაუდოდ, რომ კარგი კერძები და მომსახურება და რა ვიცი, ყველაფერი კარგი აქვთ. მაგაზე მეტყოლებს ხოლმე ძირითადად ბევრი ხალხი სადაც არის. ვიყავით დედა ტერეზას სახლ-მუზეუმში და ვნახოთ საით წაგვიყვანს დღე. მოვიდა ჩვენი შეკვეთა და ეხლა დავლევ ჩემს მუზეს. ძალიან გემრიელის მუზეა. ფორთოხლის და სტაფილოს გემო განსაკუთრებით იგრძნობა და მე მგონი ჯინჯერიც გეკრავს. კი, აშკარად ჯინჯერიც აქვს. გენერალია. ეს თემა თავისი ყავა. ვიდეოს გიღებ მე. გამოვიდით. დავლიეთ ყავას, მუზი დავლიე, ძალიან სასიამოვნო გარემო იყო და სიგრილე იყო, ძალიან ისე საკმაოდ დაცხარა. ახლა გავაგრძელებთ გარემოს დათვალიერებას და რაღაცების ნახვას. მოვედით ბაზარში, ვათვალიერებთ, იმიტომ რომ აქ ბარათით ვერ გადავიხდით და ქეშით კიდე ევროს არ იღებენ ძირითადად. ევროში გახდევინებენ მხოლოდ ბარათით. ქეშით არ აუღიათ არსად არც ბულგარეთში და არც მაკედონიაში ჯერჯერობით. ხასო პროდუქტის ბაზარია ჩვეულებრივი. მოვედით პარკში, რომელსაც სახელად ქვია მებრძოლ ქალთა პარკი. მაგრამ ქალების გარდა ყველაფერს ხედავ, სულ კაცების ფიგურებია. აი ესეთი გარემო აქ სიმწვანე. არ ვიცი, ალბათ რამე შინ არის მატარებელი არის სახელი. პირადად არ ვიცი. მოვედით ესეთი ტაძარი ვნახეთ რუკაზე და დავათვალიერებთ ახლა. ძალიან ცხელა, აი ძალიან ცხელა და ამის მერე სავარაუდოდ ისე ცხელა რომ სავარაუდოდ მაღაზიაში გავლით და სახში ავალთ, თორე უკვე მართლა გაუსაძლისად ცხელა და დიდად ეხა რო თქვათ რომ ხეებით გადაჭრილია, მაგასაც ვერ ვიტყვით, ამიტომ ცოტა აუტანელია. ამ პერიოდში დღის ამ მონაკვეთში გარეთ სიარული.
წამოვიდით ეკლესიიდან. ეხლა მივალთ მარკეტში. რაღაცები გვჭირდება ხვალისთვის, თუ ღია იყო ვივაჭრებთ და წავალთ სახლში მერე, იმიტომ რომ ძალიან ცხელა. ყველაფერი გასაგებია. ხა ნახავს დაკეტილია. ეგ არ არის. იქითა. საჭიროა. ეხლა ნახავ დღეა თუ არა. კი. იმიტომ რომ კვირა დღეა. არა დაკეტილი. მაღაზია დაკეტილია და ჩვენ გზისთვის არაფერი არ გვაქვს. ანუ საქმე ის არის, რომ ჩვენ რო თბილისში და რუსთავში და საქართველოში მიჩვეულები ვართ, რომ ყოველდღე მუშაობენ, არც გავითვალისწინეთ საერთოდ, თორე ეხლა ხო იცი რომ სალონიკშიც არ მუშაობენ მაგალითად და ევროპისთვის სტანდარტია ეგ, რომ კვირა დღეს დასვენება არა. მაინც გამოგჩა მხედველობიდან. წავედით. ვოლტით გამოვიძახოთ? წავედით სახლში. ვოლტით შეიძლება, მაგრამ ვოლტით საჭმელი შეიძლება გამოვიძახოთ საიდანმე. აი ბურგერ კინგიდან მაგალითად, ბურგერ კინგი. ბურგერ კინგიდან ვაში წავედით. დავბრუნდით სახლში, ცოტა ხანს დავისვენებთ, ყავას დავლებთ, უკვე გაუსაძვლის სიცხე იყო და მერე ისევ გავემართებით ცენტრისკენ. სამწუხაროდ არქეოლოგიური მუზეუმი, რას დილით გითხარით, რომ გვინდოდა გვანახა დაკეტილია. არა და აჩვენებდა თავიდან, რომ უნდა ღია ყოფილიყო და მაგიტომ იმედი გქონდა, რომ ვნახავდით. მაგრამ სამწუხაროდ მეგონი არ გამოვაიყო. წავედით ხა დავისვენებთ. გამოვედით იმ იმედით, რომ იქნება მუზეუმი ღია ყოფილიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა 15-დან 9 სექტემბრამდე მთლიანად დაკეტილია მუზეუმი. რაღაც გამონაკლისი დღის გამო არა ზოგადად დაკეტილი არა. სამწუხაროდ. აქ ვართ. ისევ სადაც გუშინ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევედით. ხო ვიცოდით რომ დაკეტილი იყო Google-ში ეწერა რომ დახურულია დროებით ეს მუზეუმი, მაგრამ Google-მა მაინც არ მომითმინა რა. მეთქი იქნებ Google-ს ეშლება, ხო ხდება ხოლმე ეგრეც ეს. მასაც ხო ხდება ხოლმე, მაგრამ მოვედით გადასამოწმებლად და აღმოჩნდა რომ მართლა დაკეტილია. როგორც ჩანს სიცხეები როა და საფხულის სეზონია, მაგის გამო დაიხურა რა რაღაც პერიოდი. 3 კვირა. და ჩვენ დაგვემთხვა მაინც და მაინც ეს დაკეტვის პერიოდი არა და ერთ-ერთი მე მგონი საუკეთესო მუზეუმია მთელ ბალკანეთში და კარგი იქნებოდა რომ გვენახა. რაც არის ეგ არის რა როშოს. მომავალს რო ჩამოვალ სკოპიაში მე რა ნახეთ. მოკლედ შემოვედით მოლში H&M-ში და ტანსაცმელს ფასები აწერია ლარშიც და ცოტა უცნაური იყო ეს ჩვენთვის, მაგრამ ეს ლარში არის 2590 ლარი და ეს. ხო, ცოტა უცნაური. 2500 ლარი არ მგონია ღერდეს შერვალი. მაგრამ ლარი ანუ მითითებული წინ და როც. მოკლედ მოლში დავდიოდით და გადავწყვეტეთ რომ გვეჭამა აიღეს ესეთი გიროები და მე ავიღე ბერძნული სალათი და წყალი. ახლა მივირთმევთ გემრიელს. გავსინჯოთ ფეტა. ცოტა სხვანაირი გემოა ქაქაურ ფეტას.
საბერძნო ჟირაფეტასაც ჭამ ცეთი გემო არა აქვს ახლა ხო? გუშინდელ ვიდეოში დამოიწყდა რომ მეჩვენებინა თქვენთვის სახლი და ახლა რომ მივალთ დაგათვალიერებინებთ როგორ სახლში ვრჩებით. აი ეს არის ჩვენი სახლი, წითელი შენობა. აი რას დაგანახეთ, ეგ არის ჩვენი სახლი, წითელი შენობა რომ ჩანს. სამი არის მასეთი და ქალაქში რასაც დავაკვირდით, ბევრი არის მასეთი კორპუსები. ესეც ჩვენი კორპუსი. აი ესე შემოდივართ პირველი კარით, მე აქ ორი ბინაა, ჩვენი ბინა არის აქეთა. აი ესე შემოდივართ, აქ არის ესეთი სამზარეულო. სმაგიდა. თემის გამორთდა. ესეთი პატარა ტუალეტია. არაფერი განსაკუთრებული და ლაქშერობა. ეს არის მისაღები ტელევიზორით. ეს რადგან სამნი ვართ, ეს გამოყენებულია როგორც საწოლი და ეს არის პატარავესი გამოყრილი. აქ გამოყრილი გვაქვს ხაბარგი. და არ მიაქციოთ აქ რაც ხდება ყურადღება, მაგრამ ეს არის რა ოთახი. და აი ესეთი კარია. კუსტარულად არის გადაკეთებული აშკარად ბინა. აი ესეთი საძინებელია და აქ გვაქვს ესეთი აივანი, რომელიც გაყოფილია, აი იქითა ბინას შემოსასვლელი იყო მეორე, იქითა აქედან გამოვლენ, ჩვენ აქედან გავდივართ. რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ სავარაუდოდ მე პატრონემ გადააკეთა დიდი ბინა და ესე გაქირავებს. დავბრუნდით ახლა სახლში როგორც ხედავთ, დავიღალეთ, გვიან გავალთ თუ არა, ჯერ არ ვიცით, იმიტომ რომ ხვალ დილით ადრიანად მივდივართ ისევ სადგურზე და მივემართებით შემდეგი ქვეყნისკენ. მოკლედ აღარსად აღარ გავსულვართ, გავემზადეთ, ჩავბარგდით, ვიბანავეთ და ვისვენებდით, არაფერს აღარ ვაკეთებდით, თემავედითებ და ვლოგს და სულ ეს იყო, ხა უკვე გვიანია 12 დაიწყო, დავიძინებთ, რომ დილით ადრე ავდგეთ, მოვწესრიგდეთ და გავუდგეთ ისევ სადგურისკენ გზას, ფეხით არის 30 წუთი და ამ ზურგჩანთებით არც მარტივი ამ სიცხეში ხოლმე, ამიტომ უნდა დავიძინოთ. თითი გზა გველეს ისევ წინ. წავედით დავიძინეთ. მართლა მარტივი. არა.